ტრამპი ვინაიდან არ არის ის კარიერული პოლიტიკოსი, ის არის შოუმენი, არის რეალიტი შოუს ვარსკვლავი და შესაბამისად მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ისულები, რასაც ის აკეთებს, იზომება არა პოლიტიკური დივიდენდებით და რა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური ქულებად გადაითარგმნოს, არამედ იმითი, რამდენად დიდი ყურადღების მიქცევა შეუძლია ამა თუ იმ საკითხისთვის, ან თავისი ბიზნესისთვის და ამიტომ არიან აღშფოთებულები ძალიან ბევრი ანალიტიკოსი, ვისაც აქვს ამაზე აზრი ჩამოყალიბებული, რომ ერთის მხრივ შეიძლება ყურადღება საერთოდ არ მიაქციო, მაგრამ იმის შედეგები, რაც შეიძლება მართლა მოხდეს, მე ვგულისხმობ ნატოს დაშლას, მე ვგულისხმობ, რომ სრულად დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურის გადალაგებას. ამერიკა თუ გააკეთებს იმ სულას, რასულასაც დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს და იგი ხშირად ამბობს, დღესაც ისაუბრა ამ თემაზე, რომ კითხეს ჟურნალისტებმა, რაზე ხართ წამსვლელი იმისთვის, რომ გრენლანდია მიიღოთ, პასუხი იყო, რომ თქვენ თვითონ ნახავთ. რაც არ არის ნამდვილად დამაიმედებელი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიეცეს, უკან დახევის შესაძლებლობა რომ მიეცეს ანალიტიკოს, რომ თქვას, რომ ეს არის რაღაცა შიდა პოლიტიკური თემებიდან ყურადღების გადატანა ან ასე შემდეგ, იქ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის საფრთხე, რაც არის ევროპაში, რაც აღიქმება დანიიდან ამ გრენლანდიის წართმევის, ყოველდღიურად უფრო გამწვავდეს და უფრო ნათელი იყოს. კი, მე მესმის, რომ შეიძლება ერთის მხრივ ეს იყოს ზეწოლის საშუალება იმაზე, რომ ევროპა ცოტა გამოაცოცხლოს, უფრო მეტი დანახარჯი იყოს. ბევრი რაღაცა ახსნა შეიძლება მოუძებნოთ, მაინდა-მაინც გამართლებული არ არის, მაგრამ რაღაც ახსნების, როცა ეძებ ახსნას, შეიძლება ეს ახსნა იპოვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის შედეგები, რაც შეიძლება დადგეს ევროპისთვის, ამ სულით ამერიკის მხრიდან არის არანაკლებ კატასტროფული, ვიდრე უკრაინის რუსეთის მიერ ბოლომდე დაპყრობა და ევროპისთვის სამხედრო საფრთხის შექმნა იქნება.